რუსთავის მერია ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას განაგრძობს და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპს იწყებს. პროექტი რუსთაველის ქუჩაზე არსებული კიდევ 4 საცხოვრებელი შენობის გამაგრებას, სახურავის და ფასადის რეაბილიტაციას, დეკორატიული აივნების გარე განათების, ახალი კარ-ფანჯრების მოწყობას და ისტორიული ქუჩის ავთენტურობის სრულ შენარჩუნებას ითვალისწინებს. სატენდერო პროცედურების დაწყებამდე მერმა ნინო ლაცაბიძემ პროექტი მოსახლეობას გააცნო. სამუშაოების ღირებულება 3.193.356 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რუსთაველის ქუჩა ძველი რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ქუჩაა და მისი რესტავრაცია რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. რუსთაველის ქუჩაზე შევხვდით მოსახლეობას და მასთან ერთად ვიმსჯელეთ იმ პროექტზე, რომელიც გვაქვს დაგეგმილი კორპუსების რეაბილიტაციის სახით. ყველაზე მთავარი არის კორპუსების გამაგრება, უსაფრთხო გარემოს შექმნა მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა ძველი რუსთავისთვის ისტორიული ავთენტური სახის შენარჩუნება. მოხდება აღნიშნული კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია, საძირკვლის გამაგრება, გადახურვა და ეს არის ერთ-ერთი ეტაპი რუსთაველის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრების, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც და პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი კორპუსების საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები. ვაგრძელებთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მორიგ ეტაპს. დღეს შევხვდით მოსახლეობას, გავაცანით მათ პროექტი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აქტიურად იყოს ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.